ის ადამიანები, რომლებიც სულ წესებით და სულ ნორმებით ხელმძღვანელობენ, ძალიან ხშირად სამყაროს ისე აქვს შემოსაზღვრული, რომ გონიათ, რომ უკვე ყველა პასუხი იციან. და შენ რომ რაღაცა წარმოიდგინო განსაკუთრებული, ცოტა უნდა გქონდეს ტენდენცია, რომ გაარღვიო ეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მიღებულია, რომელზეც ხალხს არ გაეცინება და შენს იდეას არ დაარქმევენ ბოდვით იდეას, ხო? იმიტომ რომ ბოდვითი იდეიდან, ფანტაზმიდან იწყება სწორედ ჩვენი ყველაზე მთავარი სააზროვნო შრე, ეს არის აბსტრაქტული აზროვნება, რაც არ აქვს ცხოველს. დანარჩენი ცხოველს ყველაფერი აქვს. აბსტრაქტული აზროვნება გახლავთ ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, მაგალითად ჩვენი ღირებულებები, პატრიოტიზმი, არ იცის ცხოველმა რა არის, პატიოსნება, არ იცის ცხოველმა რა არის, ხო? ეს ყველაფერი არის აბსტრაქტული აზროვნების ნაყოფი, რომელსაც ადამიანი თხზავს, იუმორი, ერთგვარი პარადოქსი, რომ ჩვენ ვიცინით იმაზე, რაც სატირალია რეალურად, ეს ჩარლი ჩაპლინის სიტყვებია, სხვათა შორის, რომ ისო, რაზეც კომედიური ფილმის ყურებისას თქვენ გეცინებათო, თქვენ რო დაგმართოდათ, ტირილით მოკვდებოდით. ხო? ესე იგი, გამკლავების გზა არის იუმორიც პრობლემებთან და ყველაზე კარგი იუმორი გაჭირვებულ ერებს აქვთ. მაგალითად, საუკეთესო იუმორი ებრაელებს, ვისაც სულს დევნიდნენ. იმიტომ რომ ვინც კეთილდღეობაშია, იქ არ ხდება ისეთი ჩიხები, რომელსაც სიცილით განმუხტვა სჭირდება, რომ ადამიანი გადარჩეს. ესე იგი, აბსტრაქტულ აზროვნებაში შედის ფანტაზია და შედის წარმოსახვის უნარი. წარმოსახვის უნარის და შემოქმედებითობის გარეშე ადამიანური არსება უბრალოდ არ არსებობს. ესე იგი, ეს კიდევ ერთი დამატებითი განსაკუთრებული ჩვენი ნაწილია აზროვნების, რომელიც მაღალ განვითარებას მოწმობს ჩვენსას.